თქვენ უკვე ახსენეთ, მოკლედ ეს ძირითადი გამოწვევა არის უფრო მეტად ტურისტულ ზონებში მოწევის აკრძალვის რეგულაციების დაცვა. ახლა ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბითაც აქტუალური არის ეს საკითხი, თუმცა როგორც მონიტორინგი აჩვენებს და ჩვენი ორგანიზაცია მოგეხსენებათ ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს პროცესზე თუ როგორ სრულდება კანონი, როგორც მონიტორინგი აჩვენებს, საკმაოდ უფრო მომატებული არის დარღვევების რაოდენობა ტურისტულ ზონებში, უფრო კერძოდ აჭარაზე გქონდა ამ ზაფხულის განმავლობაში აქცენტი გაკეთებული და საკმაოდ ბევრი შემთხვევა ფიქსირდება ისეთი, როდესაც დახურულ სივრცეებში არის მოწევის ფაქტები. და მართალი ბრძანება თქვენ რა არის მთავარი პრობლემა? მოსახლეობის ცნობიერება, კვების ობიექტების მეპატრონების არაკეთილ სინდისიერება. ზოგადად ვფიქრობდი, ალბათ უფრო დიახ, მთლიანად საინფორმაციო ინფორმაციის ნაკლებობა მოსახლეობაში. ზოგადად ვიტყოდი, რომ საზოგადოება უკვე შეეჩვია ამ ნორმებს და თუ დავაკვირდებით ჩვენ მოსახლეობის ქცევას, თავადვე გადიან გარეთ და ეწევიან, მოიხმარენ თამბაქოს პროდუქტებს, მაგრამ მაინც მუდმივად საჭირო არის შეხსენება, ინფორმაციის მიწოდება და ასე შემდეგ. რაც მთავარი არის, ნახეთ, მნიშვნელოვანია, რომ თავად დაწესებულებაში, შესასვლელში და შიგნით დაწესებულების შიგნით გამოკრული იყოს მოწევის ამგზელავი ნიშნები, იმისათვის, რომ საზოგადოებამ, სტუმარმა, მომხმარებელმა კარგად, ესე იგი, მაშინ თავიდანვე გაიგოს, რომ აქ ამ სივრცეში აკრძალულია მოწევა და გარეთ დაშვებული არის მოწევა. სამწუხაროდ ეს ნიშნებიც უკვე ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად გვხდება, რომ შევადაროთ, ახლა ეს მონაცემებიც გავაანალიზეთ ბოლო პერიოდის და დაახლოებით 25%-მდეა ჩამოსული მაჩვენებელი, ანუ ნიშნები გამოკრული არის daახლოებით 25%-ში დაწესებულებებისა. დანარჩენებში აღარ არის. ვალდებულება არსებობს, რა თქმა უნდა. ამ ნიშნის გამოკრაზეც არის ჩვეულებრივად ჯარიმა, ანუ ეს ჩვეულებრივად ჯარიმდება 500 ლარით დაწესებულება, თუ არა აქვს ნიშანი გამოკრული, მაგრამ აქ უკვე დგება სწორედ ეს რაღაც საკითხი აღსრულებასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურები, როგორც ნიშნის გამოკრვისთვის არ აჯერებებენ ამ დაწესებულებებს და შესაბამისად უკვე მოიკლო ნიშნების რაოდენობამაც და აღარ არის. ახლა ძალიან მოწესრიგებულ, ახლა მე რო შემოვიდოდი თქვენთანაც შევნიშნე, რომ არის გამოკრული შენობაში და მოწესრიგებულ დაწესებულებებში არის გამოკრული, მაგრამ რომელიც უკვე არ აქცევს ყურადღებას ასეთ იმას და ან ცდილობს პირიქით თავი დაიძვრინოს როგორღაც და შემდეგ უკვე მიცეს საშუალება მომხმარებელს, რომ დაუშვათ მოიხმარონ იქ თამბაქოს პროდუქტი, ასეთი დაწესებულებები უკვე თავს არიდებენ ნიშნის გამოკრას და შესაბამისად არის ასეთი სურათი. აგრეთვე მნიშვნელოვანია ვახსენეთ ელექტრონული სიგარეტი, ჩილიმი და ასე შემდეგ. ხომ არ არის ცნობიერების ნაკლებობა, მიმართულებით ხომ არ ფიქრობს ხალხი, რომ ასეთი პროდუქტების მოხმარება დაშვებულია და არ არის დაშვებული ტრადიციული თამბაქოს. მადლობა ჩართვის და კითხვისთვის. ზუსტად უკვე მithumetes, როდესაც დღეს შემოვიდა ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი, ახლა ჩილიმი არ არის იმდენად ახალი, მაგრამ არის ბევრი ახალი პროდუქტები, ეგრეთ წოდებული თამბაქოს ახალი პროდუქტები, ეს ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო და ასე შემდეგ, რომლებთან დაკავშირებითაც საკმაოდ არასწორი წარმოდგენები არსებობს. ერთი და ყველაზე მთავარი არასწორი წარმოდგენა არის ის, რომ თითქოს მათი მოხმარება დაშვებული არის დახურულ სივრცეებში. ანუ თითქოს ისინი არიან რაღაც სხვა პროდუქტი და არ განიხილებიან როგორც თამბაქოს პროდუქტი და თამბაქოს კონტროლის კანონი არ ვრცელდება მათზე. არა, ასე არ არის. თამბაქოს კონტროლის კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა პროდუქტზე. იქნება ეს ჩვეულებრივი სიგარეტი, თუთუნი, ელექტროსიგარეტი, გასახურებელი თამბაქო, ჩილიმი და ნებისმიერი ყველა ეს პროდუქტი. ყველა მათგანზე ვრცელდება თამბაქოს კონტროლის კანონის მოქმედება. შესაბამისად, მათი მოხმარება აკრძალული არის დახურულ სივრცეებში. მეორე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაკლოვანება და ხარვეზი არის ის, რომ აქვთ არასწორი წარმოდგენები მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. ანუ თითქოს მიაჩნიათ, რომ ეს თამბაქოს ახალი პროდუქტები, იგივე ელექტრონული სიგარეტი ან გასახურებელი თამბაქო, ნაკლებად საზიანო არის როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის, ისე გვერდით ყოფების ჯანმრთელობისთვის.
მოსახლეობისთვის კი ბატონო, ამას თვითონ ინდუსტრიაც უწყობს ერთის მხრივ ხელს ასეთი აზრების და ასეთი მოსაზრებების გავრცელებას, რომ თითქოს არ არის აკრძალული მათი მოხმარება, თითქოს ისინი უფრო უსაფრთხოა, იქამდე უფრო სასარგებლოც კი არის ეს პროდუქტები და ასე შემდეგ, ან არის მოწოდებული იმისთვის, რომ მოწევაზე თავის დადებებაში დაეხმაროს მომხმარებლის სტაციონი, რაც არ წარმოადგენს სინამდვილეს. უკვე თქვენ ახსენეთ კვლევები და მართალია კი ახალი პროდუქტებია, მაგრამ მაინც დაგროვდა უკვე საკმაო რაოდენობით კვლევა, რომელიც უჩვენებს, რომ გარდა იმ ჩვეულებრივი დაავადებებისა, რომელიც ვიცით უკვე და ცნობილია, რომ თამბაქოს პროდუქტები იწვევს და სიგარეტი იწვევს, ელექტროსიგარეტი და გასახურებელი თამბაქოს უკავშირდება აგრეთვე სხვა სპექტრი დაავადებებისა, უამრავი ძალიან ბევრი რისკი და პრობლემა, რომელიც მათ მოხმარებასთან არის დაკავშირებული. უკვე გამოიკვეთა ასეთი დაავადებები. ასე რომ ბოდიში შეგაწყოდნეთ, აუცილებლად მინდა გკითხოთ ჯარიმებზე, რა მოცულობის ჯარიმა ეკისრება მომხმარებელს, რომელიც ეწევა დახურულ სივრცეში სიგარეტს და რა ვალდებულება აქვს დახურული სივრცის ამ შემთხვევაში კვების ობიექტის მეპატრონეს და როგორ ხდება ეს მონიტორინგი? კი ბატონო, დავიწყებ თვითონ ობიექტის ვალდებულებით, იმიტომ რომ პირველი და მნიშვნელოვანი მაინც იმისათვის, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება მოხდეს, დაწესებულებაში არის დაწესებულების ადმინისტრაცია. იქნება ეს კვების ობიექტი, საჯარო დაწესებულება თუ ნებისმიერი სხვა დაწესებულება, ხო? თავად მისი ადმინისტრაცია არის ვალდებული. პირველი ყველაზე მთავარი ვალდებულება არის ის, რომ მან უნდა გააკრას მოწევის სამგზალავი ნიშნები და შესაბამისი წესები დაადგინოს. ანუ სად არის მოწევა აკრძალული, სად არის დაშვებული. დახურულ სივრცეში და რაც გულისხმობს, დახურული სივრცე გულისხმობს, თუ აქვს შენობას ჭერი და კედლების 50%-ზე მეტი, უკვე ის ითვლება დახურულ შენობად. და შესაბამისად, ყველა ასეთი ტიპის შენობაში მოწევა არის აკრძალული. ღია სივრცეში კი ბატონო დაშვებული. ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს თავად ადმინისტრაციამ. და თუ დაარღვევს ვინმე წესს და მოწევს დახურულ ნაწილში შენობისა, მაშინ თვითონ პირველ რიგში ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს ზომები, რომ აღკვეთოს ეს ყველაფერი. თუ ვერ აღკვეთავს, შემდეგ უკვე შეუძლია გამოიძახოს საპატრულო პოლიცია და მოხდება ამ პირის დაჯარიმება, ხო? ახლა რაც შეეხება ჯარიმებს. ჯარიმა თუ კი არ აღკვეთა დაწესებულებამ, არ მიიღო ზომები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაწესებულებას ჯარიმდება და დაუშვათ მონიტორინგმა გამოავლინა და ძირითადად ასეთი შემთხვევებია ხოლმე, რომ ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ ვავლენთ ამ დარღვევას და შემდეგ ვაწვდით საპატრულო პოლიციას, ვიძახებთ საპატრულო პოლიციას, რომელიც აჯარიმებს. დაწესებულებისთვის ჯარიმები არის 500 ლარი პირველ შემთხვევაში და მერე პირველი შემთხვევის თარიღიდან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში 1000 ლარი, მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში 2000 ლარი. ეს დაწესებულებას რაც შეეხება. თუ ფიზიკური პირის იდენტიფიცირებაც ხდება და მაგალითად როდესაც შევა პატრული, ნახავს რომ ისევ არის ის ფიზიკური პირი და ეწევა, ამ შემთხვევაში ფიზიკურ პირზე ჯარიმა არის 100 ლარი, განმეორების შემთხვევაში 200 ლარი და მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში 300 ლარი. ეს ფიზიკურ პირზე. და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ხშირ ვერ ვიტყოდი ახლა რომ ძალიან ესეთი პროცენტული თვალსაზრისით ის არის, მაგრამ პერიოდული მომატება შეინიშნება და განსაკუთრებით რატო გაუსვით ხაზი ამ ტურისტულ ობიექტებს, იმიტომ რომ განსაკუთრებით აჭარაში სხვა ბევრი პრობლემაც გამოიკვეთა. კერძოდ ის, რომ აი ინფორმაციაზე ვახსენეთ ჩვენ და ახლა საკმაოდ ინტენსიურად იცვლება, როგორც დავაკვირდით, მენეჯმენტი. ჩვენ თვითონაც როდესაც შევდივართ დაწესებულებებში, ერთ შესვლაზე გავაფრთხილეთ, მივეცით ნიშნებიც დავუტოვეთ და ასე შემდეგ. შემდეგ მეორე მისვლაზე ერთ კვირაში დაგვხვდა სხვა მენეჯმენტი უკვე. ანუ ესეც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს და მით უმეტეს მოგეხსენებათ აჭარაში საკმაოდ ხშირი არის, როდესაც არა საქართველოს მოქალაქეები ფლობენ ბიზნესებს, აკეთებენ ოპერირებას და შესაბამისად მათთვის კიდევ უფრო უცნობი არის ის რეგულაციები, კი ბატონო ისმენენ, ვაწვდით ინფორმაციას, მაგრამ შემდეგ კვლავ ცვალებადობს რაღაცა და ისევ აღარ აქვთ ეს. ამიტომაც საჭირო არის, რომ ქვეყანას ჰქონდეს და მნიშვნელოვანი არის, რომ მუდმივად ხორციელდებოდეს ეს საინფორმაციო კამპანია და ინტენსიურად მიეწოდებოდეს მოსახლეობას ინფორმაცია, როგორც რეგულაციების და მოთხოვნების შესახებ, აგრეთვე იმ რისკებისა თუ საფრთხეების შესახებ, რასაც ეს პროდუქტები უქმნის, მოხმარება უქმნის ჯანმრთელობას. იმიტომ რომ თავად მოქალაქეები უნდა ვიყოთ პირველ რიგში მთავარი
მონიტორები და ყოველთვის მოვითხოვოთ ხოლმე ჩვენი უფლების დაცვა და ხშირად ვაკვირდებით იმასაც, რომ აი ახალ პროდუქტებზე იმდანად მწვავე რეაქცია მოსახლეობას არ აქვს. სიგარეტზე შეიძლება იმ წუთშივე ჩააქრობინონ, მოთხოვონ, რომ აბა მომაბოლებ და რაღაც და ასეთ პროდუქტებზე სამწუხაროდ მოქალაქეები იმას არ იჩენენ, იმიტომ რომ ისევ და ისევ ინფორმაციის ნაკლებობა არის. ალბათ არომატიზატორებიც თავის გავლენას ახდენ. ეს რა თქმა უნდა დიდ გავლენას ახდენს და ესეც არის ერთ-ერთი ხრიკი ინდუსტრიის მხრიდან, რომ ჯერ ერთი ადვილად დააწყებინოს მომხმარებელს და განსაკუთრებით ბავშვებს და მოზარდებს ამ ახალი პროდუქტების მოხმარება, იმიტომ რომ იქ დათრგუნული არის ეს მწვავე გემოები და ისინი და უფრო მიწოდებული არის სასიამოვნო არომატები.